გესალმებით ყველა შეიცვალადია მეზობლები მოვიდნენ დამეხმარნენ ჩამომიყარეს საერთოდ ვერ ვაღებდი კარები იღება ახლა აი ასეთი მდგომარეობაა სულ ყველაფერი ასე ყრია იმდენი რომ გამოვედი გარეთ მეტი არაფერი მაშვალები ჯარისკაცები ხომ არ გამოჩენილან თქვენთან არავინ არ მოსულა სურათებს დებენ მაშველები მიდიან სად მიდიან აი ძალიან ახლოს ვარ გზასთან ცენტრალურ გზასთან 200 მეტრის დაშორებით ვარ აქ ვერ მოვინე და ეხლა დავეჯერო მაგალითად სოფლებში უფრო ადიან როგორ ვერ 8 საათზე ჩამოინგრა 8 საათის მერე აქამდე ჩაკეტილი სახში ვიყავი 112-საც დაურეკე ვიღას აღარ დაურეკე გამგებელი კი დამპირდა დარბის ჩემნაირი ბევრი ყავს სოფლის გამგებელი იმედი მაქვს ახლა რა ვიცი რა უნდა დამეხმარო გამგებლები ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები Facebook-ზე საკუთარ პორტრეტებს გვიზიარებენ ფოტოებს სადაც აი ჩანასტიქის ზონაში რაღაც დამწუხრებული სახეებით მაგრამ მათ მიერ გავრცელებულ ფოტოებში არ ჩანს დანგრეული სახლები მოსახლეობა რომელიც შველას ითხოვს მხოლოდ მათი პორტრეტებია მოკლედ ასეთი სურათია და ამ დროისთვის რა გჭირდება თქვენ სულ დაფარებული იყო კარებზე ესენი მე ვერ გავაღებდი იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავში დამეცემოდა გარეთ ვერ გამოდიოდი გაახარებს ღმერთი ყველა პენსიონერია როგორც თქვენ ყველა სიმწრით მუცლით გაკვალეს გზა რომ ჩემამდე როგორღაც მოსულიყვნენ და იმდენი რომ აი ეს შიფერი დამტრეული და ესენი კარები აი შეხედეთ რა მდგომარეობაში ვარ აი ასე დავრჩი აივნის გარეშე მაგრამ კარები გაიღო და გარეთ გამოვედი ეს არის მარტო ბედნიერება ჩემი ახლა მეტი არაფერი ამხელა თოვლია არ ვიცი რა უნდა თქვენ როგორც აღნიშნეთ მეზობლები გეხმარებოდნენ რომ ეს ვითარება შეცვლილიყო რა ინფორმაცია გაქვთ უშუალოდ თქვენს უბანში ყველაზე რთული მდგომარეობა სად არის ჩემთან იყო ყველაზე რთული ჩემი ჩამოინგრა და სახლები არავისი არ არის და თუ ჭიშკრიდან ჭიშკრამდე გზა არ არის რომ მოსახლე ერთმანეთთან მივიდნენ და უშუალოდ სიტყვით მაინც რომ გაამხნეონ ერთმანეთი კაპიტანოცა რა გჭირდებათ ახლა მედიკამენტები პროდუქტები მე ავადმყოფი ვარ განკურნებელი ეს დიაბეტი ჩიპი თიაქარი ხერხემლის ვერ დავდივარ მიჭის და მადლობელი ვარ ჩემი მეზობლების მოვიდნენ და აი ამ მდგომარეობაში ვარ ახლა სხვა არაფერი არაფრის შეცვლას არ ველოდები იმიტომ რომ დაღამდა და ჯერ არავინ მოსულა და მოხალისე მაშველებიც კი შემეხმიანნენ მაგრამ არავინ არ მოსულა მაგრამ დაგირეკეს როგორც მივხვდი ხო კი დამირეკეს 112 მოც დარეკა მაგრამ როგორც ხედავთ მარტო მეზობლები მოვიდნენ იმდენი რომ კარებს მოაცილეს აი კარებს მოაცილეს რომ კარები შეიძლება რომ გავაღო ახლა და შევიდე გამოვიდე ელექტროენერგია მოგეწოდებათ მოგვეწოდება ხანდახან მაგრამ მაინც არის ვახერხებ ტელეფონები იტენება სულ გათიშული არ აქვს გასაგებია და ბოლოს თუ გაქვთ რამე სათქმელი ხელისუფლების მისამართით თხოვნა ჩვენ მოვისმინეთ ეგრეთ წოდებული მინისტრების პრემიერ-მინისტრის მხრიდან განცხადებები თითქოს მოხალისეები უფრო ართულებენ სამაშველო ოპერაციას და ხო საკვარისია ჯარი შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები იმისთვის რომ პრობლემა აღმოიფხრასო და რას ეტყოდით ამ ადამიანს არ ვიცი ჩემთან არც ჯარი მოსულა გეუბნებით რომ ცენტრალურ გზაზე ვარ და ყველაზე ადვილად აქ უნდა მოსულიყვნენ დილის 8 საათიდან ველოდები ჯერ აქ არავინ არ მოსულა მადლობელი ვარ ჩემი მეზობლების და შემეხმიანა ჩემი სოფლის გამგებელი და აღმითქვა დახმარება იმის იმედი მაქვს ძალიან დიდი მადლობა რომ ეს რაღაცნაირად რა ვიცი 1-2 ჟესტი მაინც რომ მოიტანოს და ისე მეზობელი თუ გადახვიდავს არ ვიცი მადლობა ყველას თავისი დაუჭის გზა არ აქვს ხალხს ერთმანეთთან ვერ მიდიან ერთმანეთთან კავშირებელი გზა არ აქვს სოფელში